თუმცა ეს ყველაფერი მოსაზრებებია, შეფასებები, მთავარია რას ფიქრობს და რას აპირებს მთავრობა, რასაც ზაზა სოფრომაძისგან შევიტყობთ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესგან, რომელიც ჩვენი სტუმარია, მოგესალმებით ზაზა. და სანამ უშუალოდ დაგეგმილ რეფორმების შინაარსზე გადავალთ, უბრალოდ მინდა გკითხოთ, რომ ხომ არ არის მართლაც დაგვიანებული, იმიტომ რომ თავიდანვე იყო საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ მათ უნდა მიიღონ მართლაც ეს სუბსიდია და ჯანდაცვის სფეროში დახმარება ფინანსური ბიუჯეტისგან, ვისაც ეს ჭირდება და ვისაც დამოუკიდებლად არ შეუძლია. და მხოლოდ 4 წლის მერე ჩვენ ხედავთ, რომ თავრობა ამას ამბობს. რატომ? ანუ რა შეიცვალა დღეს, რა დაგანახათ რეალობამ, რის გამოც გადაწყვეტეთ, რომ მართლაც ეს ნაბიჯია გადასადგმული და ამ მიმართულებით წასასვლელი. მოგესალმებით ბატონო კაკი, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა დავიწყო ერთი თემით. გაიჟღერა აქ რომ საყოველთაობის პრინციპი აღარ იარსებობს და კარგული იქნება, ეს ასე არ გახლავთ, მინდა დაგარწმუნოთ ამაში. ეს ძირითადი პრინციპი მომავალშიც დაცული იქნება. ეხლა რაც შეეხება დროს. საყოველთაობა ამ საყოველთაობა ყველას არ გულისხმობს. მინდა კარგად ავხსნა. საყოველთაობა გულისხმობს იმას, რომ მთელი მოსახლეობა იყოს მოცული ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისებით და არა იმას, რომ ყველა დააფინანსოს სახელმწიფომ. ეს თავიდანვე როდესაც იწყებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მაშინაც გარკვეული სეგმენტი მოსახლეობის არ იყო მოცული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, არც ახლა არ არის ყველა მოცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანების მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მოკლებულია ჯანდაცვის სერვისებს. ეს აპრიორი ერთი და იგივე ხომ არ არის. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, საყოველთაობის პრინციპი დაცული იქნება. ეხლა იმას რა დროში რამდენად რატომ დღეს და რატომ არა გუშინ ან რატომ არა უნებრივია, ეს პერიოდი 2013 წლიდან გასულია რამდენი დაახლოებით 3 წელი მეტი ცოტა, ხო? გახლავთ ძალიან მცირე პერიოდი იმისათვის, რომ მსგავსი პროგრამები, როდესაც იწყება, მთლიანი სრული ანალიზი გაკეთდეს. მთელი ეს პერიოდი საჭიროთან, ესეც არის გასათვალისწინებელი, რომ ეს პროცესი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იხვეწებოდა და ესე დროში ვითარდებოდა ნელ-ნელა, ხო? გახსოვთ თქვენ 2014 წლის 1 სექტემბერი გახდათ კიდევ ერთი ეტაპი, როდესაც სრულყოფილად მოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იცვლებოდა ამ მთელი პერიოდის განმავლობაში. მთელი ეს დრო საჭირო იყო იმისთვის, რომ სრულყოფილი სურათი მიგვეღო, დაგვენახა მთლიანად სისტემას. და მინდა გითხრათ, რომ თუ საერთაშორისო ვთქვათ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ეს გახლავთ ძალიან მცირე პერიოდი. სხვა ქვეყნებში და საერთაშორისო პრაქტიკა გახლავთ, რომ მინიმუმ 5 წელი არის საჭირო იმისათვის, რომ აი ესეთი მსგავსი ტიპის სერიოზული ნახტომისებური ნაბიჯები გადაიდგას. ჩვენ ამას კიდევ ვიმეორებ, ვახერხებთ გაცილებით უფრო მოკლე პერიოდში. კეთილი, რა დაინახეთ, რა დაგანახათ ამ სამასწავლებლო სოციალური სისტემები და მათ შორის ჯანდაცვის სისტემა გახლავთ საკმაოდ თავისებური სისტემა, სპეციფიკური სისტემა. ეს გახლავთ სისტემა, რომელიც აუცილებლად ვითარდება და სისტემა, რომელიც ასევე განვითარებასთან ერთად სულ უფრო მზარდ დანახარჯოს მოითხოვს. თქვენ ახსენეთ ინდიკატორები, ახსენეთ აი მაჩვენებლები ხარჯების. ეს კი არ გახლავთ მთავარი ინდიკატორი ხარჯდეფექტურობის, თუ რამდენი იხარჯება წელიწადში რაოდენობის მიხედვით, ჭიბიდან გადახდებით მათ შორის. არამედ მთავარი ინდიკატორი სისტემის ხარჯდეფექტურობის გახლავთ ის მიმართება, რაც არის დახარჯულ ხარჯებს, არა. და ეგეც ერთ-ერთი, მაგრამ მთავარი მაინც ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებსა და მთლიან შიდა პროდუქტს შორის. აი ამ მაჩვენებელს დავიღებთ, ეს არის საერთაშორისო ინდიკატორი, რომელსაც ყველა იზიარებს, მოწოდებულია მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ასევე მსოფლიო ბანკის მიერ, ანუ კრიტიკას არ ემდებარება უბრალოდ ეს ინდიკატორი იმდენად ობიექტურია. აი თუ ამ მაჩვენებელს ავიღებთ, ნახავთ რომ საქართველოს ამ მხრივ საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვს. ანუ იმის თქმა მინდა რომ იმ ხარჯების პირობებშიც კი, რაც ამ ინდიკატორის მიხედვით ძალიან დაბალი, არა 5-7%, როგორ 2% იყო დღემდე, დღეს უკვე, როდესაც იზრდება ჯანდაცვის ბიუჯეტი 2%-ს გადააჭარბა მცირედით და მინიმუმ 5-7, აი რაც თქვენ ბრძანეთ, ახლა მინიმუმ 5-7% მაინც უნდა იყოს, რომ ამ პრინციპის გამოყენებით შევძლოთ სრულყოფილი, აი სრულყოფილება კიდე ესეთი თემაა, მაგრამ მოსახლეობისთვის, ესე ვთქვათ, მისაღები და სრულყოფილი სისტემის თუმცა ესეც სათქმელია, რომ სხვა სოციალურ პროგრამებთან ერთად ხდება, ვთქვათ, დამატებითი ბენეფიტების მიღება, მათ შორის ჯანდაცვაში. არის მუნიციპალური პროგრამები ჯანდაცვის, არის სხვადასხვა პროგრამები, რომლითაც ასევე ხდება გარკვეულწილად შევსება. ერთი პრინციპული სხვაობა, როდესაც ჯიბიდან გადახდები ახსენეთ, თქვენ გარკვეულწილად ამას უკავშირდება, იმიტომ რომ მთელი ეს დამატებითი
დადებითი პროგრამები, მათ შორის მუნიციპალური პროგრამებიც ატარებს ფრაგმენტულ ხასიათს და მხოლოდ აი როდესაც დადგება საჭიროება, მაშინ ნაწილობრივ ესე ვთქვათ ეშველება. რო დავზოგოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი გეგმება ორი მიმართულებით ამ ეტაპზე, რაც ცნობილია და თქვენ შემისწორეთ უცდები, ერთი არის ეს რომ ბაზების გადახედვა, შესაბამისად კერძო სადაზღვევო პოლიციები, ვისაც აქვს იმათი გამორიცხვა, და B თქვათ საავადმყოფოების რანგირება, ასე რომ ვთქვათ, შეფასება და არაკვალიფიციურების გამორიცხვა ამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან. პირველთან მიმართებით მინდა გითხოთ, რომ რატომ აქამდე არ მოხდა ეს? აი 3 წლის განმავლობაში ბაზების გაწმენდვა, ასე ვთქვათ, სადაზღვევო კომპანიებსაც, ვისაც კერძო პოლიციები აქვს იმათგან. თქვენ გახსოვთ, რომ პირველი გამყოფი ხაზი გაიგო ესე 2013 წლის 1 ივნის, როდესაც ესე იგი გაჩნდა საზღვარი კერძო დაზღვეულებსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებს შორის. ბუნებრივია, ამ ხნის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ნაწილმა მოსახლეობის დაკარგა სამუშაო და შესაბამისად კორპორატიული დაზღვევაც ან გადავიდა სხვა სექტორში, სადაც კორპორატიული დაზღვევა არ არსებობს უბრალოდ. ნაწილმა დაიწყო პირიქით და უფრო მეტი ესეთი არის, დაიწყო სამუშაო და შესაბამისად მიიღო კორპორატიული დაზღვევა. ნაწილი უბრალოდ თვითონ მივიდა კერძო სადაზღვევო კომპანიებში, თვითონ აიღო საოჯახო დაზღვევა, პირადი დაზღვევა, ასე ვთქვათ. ანუ ეს პერიოდი საჭირო იყო ამ სურათის სრულად დასანახად. ეხლა პირდაპირ მინდა გულახდილად ვთქვა, რომ გარკვეულწილად მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენს მიერ იყო ცდილობები, რომ აი ეს სურათი რაც შეიძლება მალე დაგვენახა. გულისხმობ კერძო სადაზღვევო კომპანიებს, რომ მიგვეღო მათგან სრულყოფილი სურათი თუ რა ხდება. და ეს ყველაფერი ბუნებრივია, საჭიროა რომ ხდებოდეს ონლაინ რეჟიმში, არა? იმიტომ ყოველთვიურად ხდება ამ ბაზების ცვალებადობა. აი დღეს უკვე ჩვენ მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, შედგა პრინციპში თანამშრომლობა კერძო სადაზღვევო სექტორსა და სახელმწიფოს შორის, თუმცა ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ გაღრმავებას საჭიროებს და სრულყოფამდე ჯერ კიდევ შორსაა, ასე ვთქვათ, და აი ამაზე არის საუბარი. სწორედ როდესაც ჩვენ საუბრობთ კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის, ესე ვთქვათ, გარკვეული ტიპის თანამშრომლობაზე. თუმცა ეს პროცესი გაგრძელდება კიდევ, ზოგი დააკარგავს ამ კერძო ექსპერტიზაზე მოვისმინე და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქმედითი ელექტრონული ვთქვათ ინსტრუმენტი არსებობდეს, რომ უცებ დავინახოთ, თქვენ დაინახოთ, ვინ დაკარგა სამსახური, ვინ დაკარგა ვთქვათ ეს კორპორატიული დაზღვევა და შესაბამისად ვის ჭირდება სწრაფად გადართვა. სწორედ ამიტომ არის საჭირო აი ამ ბაზებთან წვდომა ყოველდღიურად, ასე ვთქვათ, რომ მოსახლეობის არც ერთი სეგმენტი, არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს დაზღვევის გარეშე. დასაგებია. და ასევე აი თქვა ჩვენ მოვისმენთ, მე ახალ ამბებში ვუყურებდი, კლინიკების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ არ არიან საქმის კურსში, რა კრიტერიუმებით მოხდება საავადმყოფობის გაცხრილვა თუ შერჩევა და ასე შემდეგ. ფიქრობთ თუ არა, რომ ისინი უნდა იყვნენ, აქამდეც უნდა ყოფილიყვნენ ჩართული ამ კრიტერიუმების შემუშავებაში თუ ყოველ შემთხვევაში იცოდნენ ამის შესახებ. ეს კრიტერიუმები არ არის ერთგვაროვანი, ასე ვთქვათ, და რამდენიმე. ამიტომ ეხლა დღესაც ბუნებრივია ზაპასუხი ამაზე არ არსებობს, თუმცა ეს კრიტერიუმები ორიენტირებული იქნებიან იქეთკენ, რომ პაციენტზე და იმისკენ, რომ მოსახლეობამ პაციენტმა მიიღოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის სერვისები. ეს იქნება მთავარი ამოსავალი წერტილი. კლინიკებთან ბუნებრივია თანამშრომლობა ყოველთვის მიმდინარეობდა. აი ჩვენ მანამდეც გვისაუბრია თქვენს ეთერშიც, მათ შორის რომ ტიპირების დოკუმენტი მზადდება სამედიცინო კლინიკებმა უკვე შესაბამისი ინფორმაციები ატვირთეს სამინისტროს პორტალზე. ეხლაც ხდება ამ მონაცემების დაზუსტება და ეს გახლავთ სწორედ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქეთკენ, რომ გარკვეული კრიტერიუმები, მათ შორის საერთაშორისო კრიტერიუმებიც გავრცელდეს სწორედ აი ამ სელექტიურ კონტრაქტირებაზე, როგორც შემბრძანეთ, ანუ კონტრაქტები დაიდოს ისეთ კლინიკებთან, რომლებიც მზად არიან ხარისხიანი და სრულყოფილი სერვისების მიცემად. თუმცა ეს არის სწორედ პასუხი იმ პრობლემაზე, რაც ამაც იჩინა თავი, იმიტომ ძალიან ბევრი საავადმყოფო გაჩნდა უცბად, ორიენტირებული იმაზე, რომ ფული ვთქვათ გადმოქაჩონ ბიუჯეტიდან, რადგანაც ესეთი მსხვილი პროგრამა არსებობს. ამაზე ჩვენ საუბრობდით, მაგრამ აი თქვენი შეფასებით, აი კრიტიკული შეფასებით, რამდენად სწრაფად ახერხებთ აი გამოწვევებზე პასუხს ერთი და მეორე როდიდან ფიქრობთ, რომ აი ამოქმედდება ეს ახალი მიდგომები შეძლებთ, რომ ამოქმედდება? ბატონო გაკი, იმდენად სწრაფად მზარდი სისტემა არის თვითონ და იმდენად მიმზიდველი სისტემა არის, მათ შორის კერძო სექტორისთვისაც, რომ ცხადია, რომ ჩვენ ვალდებული ვართ დროში აუწყოთ ამას ყველაფერს. ფეხი და ვცდილობთ ამას, იმიტომ რომ ეს პერიოდი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკმაოდ მცირე პერიოდი არის იმისთვის, რომ აი უნისონში მოვიდეთ იმ ცვლილებებთან, რაც
ხდება მთლიანად სისტემაში. თუმცა ამას მინდა დაგარწმუნოთ, რომ მაინც ვახერხებთ და ამის ესე ვთქვათ ერთ-ერთი დამადასტურებელი გახლავთ სწორედ ეს ცვლილებები, რასაც ახლა ვაკეთებ და არავინ არ იფიქროს, რომ ეს ყველაფერი დაგვიანებულია. პირიქით, დროულად ხდება ეს ყველაფერი. თქვენ ახსენეთ და მე გიდასტურებთ იმას, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი ახალი კლინიკა აღმოცენდა სწორედ იმის გამო, რომ სისტემა მიმზიდველი გახდა არა მარტო პაციენტებისთვის, ეს ძალსახად აპრიორი ესე არის, არამედ კერძო სექტორისთვისაც და თუ დროის რაღაც გარკვეულ ეტაპზე შეიძლებოდა ამის ყველაფრის ესე ვთქვათ შეგუება, ადაპტირება სისტემაში, ახლა დადგა მომენტი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია უკვე გარკვეული ბალანსი დავამყაროთ მიწოდებასა და მოთხოვნას შორის და ავარჩიოთ ისეთი დაწესებულებები კიდევ მეორე, რომლებსაც ექნებათ საშუალება ხარისხიანი სერვისებით და რაც თავარია ხელმისაწვდომი სერვისები და მოცულობით სრული სერვისები მიაწოდონ ხარჯის დაუზოგოთ ბიუჯეტს და ბოლო კითხვა ძალიან ბევრი ნერვიულობს, იმიტომ გაიჟღერა იმანაც, რომ გარდა იმისა, ვისაც კერძო დაზღვევა აქვთ და გამოაკლდებიან შესაბამისად ამ საყოველთაო დაზღვევის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, მათ ვისაც აქვს საკმარისი შემოსავალი და ჩათვლის ამოსთავრობა, ისინიც ვეღარ მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურებას. როდის იქნება დაზუსტებული ციფრი, იმიტომ რომ აი ვთქვათ რა შემოსავლის პირობებში და ეს ოჯახის შემოსავალზე იქნება საუბარი თუ ცალკეულ ინდივიდუალურ პირზე. ბატონო გაგიწინა კითხვაშიც გაიჟღერა უბრალოდ ამ თემამ ვერ მოვასწარი მე პასუხა ზოგადად ჯანდაცვის სერვისების გარეშე არ დარჩება არავინ. კიდე ერთხელ ვიმეორებ, საყოველთაოს პრინციპი შენარჩუნებული იქნება. ეხლა ხაზი ის ადენიფიკაციო ხაზია, ასე ვთქვათ, რომელიც უნდა გაიოს, ესე იგი, ჯერჯერობით ბუნებრივია დადგენილი არ არის, პიროვნებაზე, შემოსავლებზე ორიენტირებული იქნება. ბუნებრივია ეს ყველაფერი, ისედაც საზოგადოებაში დამერწმუნებით ალბათ გარკვეული ტიპის უკმაყოფილება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითისთვის ადამიანი, რომელსაც ასეულ ათასობით ლარი შემოსავალი აქვს წლის განმავლობაში და ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურ უმრავლესობა მოსახლეობის, რომელსაც არ აქვს ამდენი შემოსავალი, რატო უნდა სარგებლობდეს ერთი და იგივე სერვისებით, მივდივართ აქამდე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად, თუმცა ეს კიდე ბოლომდე საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, სავალდებულო გავხადოთ თუ არა ეს თემა, იმიტომ რომ ის რომ ჩვენ ვარაუდები იმის შესახებ, რომ მოქალაქეები თვითონ აირჩევდნენ კერძო სექტორს, მაღალი შემოსავლის მოქალაქეები არ მართლდება დამერწმუნებით ალბათ ყველა სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამად მიუხედავად შემოსავლისა, სწორედ ამიტომ არის სახელმწიფო რეგულაციები ამისათვის საჭირო, რისკენაც მივდივართ. ეხლა სანერვიულო არავის არაფერი არ აქვს დღეისათვის არც კერძო სექტორს. თამასა იქნება. მოსახლეობას ნახოთ როგორი იქნება ეს თამასა. სანერვიულად, იმიტომ რომ ეს იქნება დროში გაწერილი პროცესი, ეს არ დაიწყება, ესე ვთქვათ, ხვალვე მთლიანად სრული მოცულობით, თუმცა 2017-ში მოხდება. თუმცა 2 თვის მერე სავარაუდოდ იანვრიდან, თებერვლიდან ჩვენ შევეცდებით უკვე პირველი ნაბიჯები გადავდგოთ, მაგრამ შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ბუნებრივია იქნება ეს ყველაფერი და ერთი რამე დავამატო, ბუნებრივია ეს ყველაფერი მოხდება შესაბამის სექტორებთან კონსულტაციების გზით და აუცილებლად შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით, როგორც შიდა ექსპერტების ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. კიდე ერთი რამ თქვენ ერთ რამეს ახსენებდით, როდესაც ხარჯებზე საუბრობდით, ესე იგი, არსებობს ძალიან საინტერესო კვლევა კიდე ერთი, რომელიც პირდაპირ გვიჩვენებს, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას თვითონ სურს მიიღოს მონაწილეობა საკუთარი თავის ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფაში. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, მე მოგაწვდით ამ კვლევის შედეგებს და ალბათ ესეც გასათვალისწინებელია მთლიანად ამ პროცესში. კეთილი და ამ პროცესში ასევე ჩვენც იმედია გავჩავთ და გამოგვიყენებთ როგორც კომუნიკაციის საშუალება. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს. სიპების